25 ივლისი 11 საათიდან როგორც შევთანხმდით 29 ივლისიდან. ასევე 11 საათიდან და 31 ივლისიდან ივლისი 11 საათიდან. აი ეს თარიღები იქნება ივლისის. დავისვენთ დღის 11 საათიდან და რაც მოწმება ბრალდების ხარი იმას ამოსვლას ის ბოლომდე. პირობითად გულისხმობ, 1 ივლისს ვატარებთ პროცესს, მოყვანილი ყავთ 8 მოწმე. ამის 12 საათზე დავასრულებთ 12 საათზე. ახლა მეტალაშა და ამ საკითხს ვაბადაობდები. დღეს გაიწერა ივლისისთვის გარიგი. გაიწერა ისე, რომ მოსამართლეს არ შეუთანხმებია ეს არც ჩვენთან, ადვოკატებთან, რომელიც 10-ზე მეტი ვარ დაახლოებით და არ შეუთანხმებია მათ შორის ბრალდების ხარისთან. როგორც იურისტებისთვის არის ცნობილი, როგორც წესი მოსამართლეები ითვალისწინებენ ხოლმე ჩვენი სხვა პროცესების გარიგს და ჩვენთან შეთანხმებით ნიშნავენ ხოლმე ყოველ მომდევნო პროცესს. თუმცა არ ვიცი, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ფაქტია ცალსახაა, ვარაუდობ იმას, რომ მოსამართლეს სურს, რომ მაქსიმალურად ჩაეტიოს და მოასწროს საპატიმრო ვადაში, აღნიშნულ საქმეზე ზოგადად განაჩენის გამოტანა, გადაწყვეტილების გამოტანა, შესაბამისად ივლისისთვის თარიღები გაიწერა შემდეგნაირად, დაახლოებით 14 პროცესი გაიწერა როგორც ჩვენთან, ასევე ბრალდების ხარისთან შეუთანხმებლად და ამასგან დამატებით მოსამართლემ აღნიშნა, რომ თუ ვერ ჩაეტევა სამუშაო დროში, ანუ ფაქტობრივად თუ 6 საათამდე ვერ დავასრულებთ ჩვენ მოწმეების დაკითხვას, შესაძლებელია სიტყვასიტყვით აღნიშნა, ეს გაგრძელდეს ღამის 12 საათამდეც კიო, ბუნებრივია ესეთი არანორმირებული დღის წესრიგი, თვის წესრიგი ჩვენთვის არის მიუღებელი და შესაძლებელია ამან გამოიწვიოს დაცვის უფლების შეზღუდვა და შელახვა. აქ არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ფიზიკურ რესურსზე და ჩვენს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობაზე, აქ საუბარია ნორმირებულ დღის წესრიგზე და როგორც ყველასთვის არის ცნობილი, მხოლოდ ერთი პროცესი არ გვაქვს ჩვენ ადვოკატებს, ზოგადად დაცვას ვახორციელებთ ყოველდღიურად სხვადასხვა პირების მიმართ. შესაბამისად, ერთადერთი ვარაუდი, რაც გვრჩება, არის ის, რომ მოსამართლე ცდილობს მაქსიმალურად 9 თვეში მოასწროს განაჩენის გამოტანა და უალტერნატივოდ არც კი განიხილავს იმას, რომ გირაოთი შეცვალოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა და ამ ბიჭებმა გარედან იარონ სასამართლოზე და ამგვარად მოხდეს, ესე ვთქვათ, პროცესების მიმდინარეობა. რამდენად მოეწევა ეს დამოკიდებულია ერთის მხრივ პროკურატურაზე, ვინაიდან მათ ძალიან დიდი მოწმეთა ბაზა აქვთ წარმოდგენილი სასამართლოში, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ აქ მთელი რიგი მოწმეები საერთოდ არ აწვდიან სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას, აქედან გამომდინარე, თუ მოწმეთა ბაზიდან მტკიცებულებათა ნაწილს ბრალდების ხარი არ მოხსნის, ამ რეჟიმშიც კი თუ განვაგრძობთ, ამ რეჟიმშიც კი გაუჭირდება მოსამართლეს 9 თვიან ვადაში მოსწრება, თუმცა მე როგორც ვთქვი, მაქსიმალურ ცდილობს სასამართლო, რომ რამენაირად ეს პროცესები მოასწროს 9 თვეში. შესაბამისად, მე ვფიქრობ და არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ 9 თვიან ვადაში სასამართლო და პროკურატურა ერთობლივად არ ჩაეტევა, თუნდაც განიხილებოდეს ნაწილი მოწმეების მოხსნა ნუსხიდან.